გამარჯობათ დღემშვიდობის კი არა და საღამომშვიდობის კატა აიქ და იმის მეთვალყურეობას ვეწევი ჩამოვიდა იმედან ტახტიდან დილას რადგან კატები ცდილობდნენ პატარები რომ ისულიყვნენ დედასთან და შეწუხდა ხო და კი ვაგდებდი მაგრამ რაღაც მომენტში თან მინდოდა რომ ისულიყვნენ ძალიან მეწოდებოდნენ და ეთკინა რა რომ მოწოვეს ხო და დავანები თავი იცი ის გავასწორო გავაშუალო გოგო ეს შესაკრავი გაგრა ბუეტი შეგინთა მაიგრა საჭმელი აჭამა არც წყალი დალია მაგრამ იმოძრავა შედარებით იმოძრავა ანუ ჩამოვიდა დაბლა მიწასთან იყო ჩამოსული მერე მაღლა უნდა დახტომო და ვიცოდი რომ სტკიოდა ხო და მიავს ვიყრი აქ კრიშაში ოღონდ ისია რომ თან მეთვალყურეობას უწევ ანუ მანდ უფრო არავინ შეაწუხებს და ისეთი ადგილია რომ ანუ დაწვება თბილა რა ანუ აქ არის არ უბერავს არაფერი და რაღაცა არ შესწიო ხო და ცოტა ისეთი შორი მანძილია რომ მიახლო ვერ მივალ და ამიტომ ისაო მოთლი გადავჭერი წყალი რომ მიუტანო რომ ეთლი წყალი მეც დალიოს და მაღლა გვილაგია ფიცრები და რაღაცებს კივით ავიღოტეს ფიცარი გამოვწიე ბოლომდე თავზე დავადე ეს წყალი და ნელა-ნელა მიუწია იქამდე და სადაც 1-2 ნაბიჯი და წყალთან იქნება მოკლედ თუ წყურვილი ძალიან შეაწუხებს არ იქნება იმისი პრობლემა რომ ჩამოსვლა მოუწიოს რა იქვე აქ წყალი და დალევს აღარ ვიცი ანუ ხელის დადებით ვერ გეტყვით იმიტომ რომ ვერ წვდები იქ და არ მინდოდა ძალიან მართლა დამესტრესა და მეტკინა იმიტომ რომ როტირო და უფრო ეჭიმებოდა მას დავკეტავ ერთი წამით ცხოვრებაში პირველად ნინო წავიდა ლილოში უჩემოდ ცხოვრებაში პირველად წავიდა უჩემოდ დასაძინებლად და ცოტა არ იყოს დაწყენი ვარ არა უბრალოდ იქით იყოს გამიკვირდა როგორ იყო იცი წავიდე თავის თავში ესე ეპარებოდა ეჭვი და რა ვიცინოდა როგორც გინდა ცუდი რა მოხდა კიდე დღეს ქართხუნა კაბამაცვი წერა საჭმელებს ვაიმე დღეს ლებს გამოველი კუხნიდან ვიდეო რო ჩავწერე დილას და დავიწყე ვიდეო კიდე გვიან აიტვირთ ის გავაკეთე რაც უნდა გამეკეთებინა და ერთი ჭამაღა მე ბიძინა მოვიდა წვანელობიო მომიტანა გავაკეთე სოკო მომიტანა გავაკეთე რომ მეთი ხვალე ხომ მუშაობ და მაინც რაღაცა უნდა გამეკეთებინა და გავაკეთე რაღაცები რა ვიცი ის ანუ მარტო ვიყავი კუხნაში მარტო ვაკეთებდი ამ ყველაფერს მაგრამ ეს ჭურჭელი სადან გროვდებოდა თან ვიცი დარეცხვა არ ვაგროვ მაგრამ რა კოინიდან და იმ საწურიდან ჭურჭელი ვერ ავიღე ეხლა ავიღე როგორც და ავიღე ხო საზამთრო უნდა დავჭერ სანამ დავჭრი ნახეთ რა მაქვს პროფესიონალური ზუმ ალბათ არ არის დაისვენი ხა ის არა მაქვს ეს მაჩუქეს ხო და რადგან თავი მაქვს სველი მინდა რომ ნახო რა როგორ აზრზე არა ვარ რა ფუნქცია რამდენი ხანი ერთი კვირაზე მეტი ასახში მაქვს მაგრამ ჯერ არ მიქნი მე ხო იცით ფენთან ურთიერთობა ჩემი ხო და რას ვამბობდი წევან
ვუყურებდი ბეჭდების ბრძანებელს. ერთი სერია მოვრჩი და დიდად ჰაი არ აღჭირს. მეორე მაქვს დაწყებული ახლა და გამწოვის ხმა, გაზის შიშინი, ცალკე კარტოფილის, მოკლედ შხუბ ცალკე წყალი მოვიდა და სარეცხი მანქანა და არა აქ ხა იმ კომპიუტერს ეთიხმე რომ ბასები რო გაიგო. ამიტომ თემუდან გამოწელილი ნაუშნიკები, რომელიც აი ძალიან მაგრად მომწონს, ეს ყურში ჩდება და არ არის დავარდნის, მეორეც გამოვიწერ, მაგრამ საშინლად არ მომწონს და ნინოს ვაჩვი. ვარდებოდა. ხო და, ანუ მე საერთოდ ვიცი, ორივეს არ ხმარობ. ერთს ხმარობ, იმიტომ რომ მეორეთ თუ ქვეყანა ინგრევა გავიგო. ხო და ლობიო რომ უნდა დამემტვევნა, ბიძინა ჩამოვიდა ოთახში, იყო მაღლა და ჩამოვიდა დაბლა დაჭდა და მე ხო კუხნაში ვიყავდი, ხო ვიფიქრე ხა კუხნაში დაამტვრევოს და ეს კაცი მარტო კაზის თქო, გავალ ცოტას ვიჭორავთ, თან ცოტას დავამტვრევ მეთქი და კომპიუტერი იყო გახსნილი. ასე გამოვიწრე ყურიდან, ზუსტად მახსოვს, აი გეფიცები ზუსტად მახსოვს, დავა პაუზე და დავადე Z. ერთი მინუსი, გამოიცალე იქვედევ გოგო, აი უნდა მიტრიალდე და ჩადე. თქვენ თუ მე პირველად დავკარგე ნივთი, არა ნივიაც ხომ აქვს დაკარგული. იმის პოვნი შანსი არა მაქვს, იმიტომ რომ სადღაცაც უაჭველი მივაყოლე, იმიტომ რომ რემონტი გავაკეთეთ, ყველაფერი გაზიდული და შემოზიდული მაქვს. ვიფიქრე დავარდა თქო ძირს გამოვწიე, ყველაფერი გამოვწმიდი არაფერი. ვიფიქრე ნაგავს თუ გავაყოლე, გადმოვყარე ნაგავი, არ გავიდა. სათითაო ნახე არ არის. ეხლა ვფიქრობ კატასთან რომ მივედი, იქ ხوار დავდე, არ არის. ეჯერად პარკებს ვინახავ ხოლმე და იქ ხوار შემიყვა გადმოვყარე სათითაო ნახე, არ არის. არსად არ არის. გადაგდებულიც არა მაქვს, ანუ ის ნაგავიც ვნახე, არ არის. ხალათის ჯიბები ამოვიბრუნეთ, ცხაჯერ ვნახე და მე იცი უკვე რა დამეწყო, აი ისტერიკა დამეწყო. როგორ კაცო აქ დავდე? ვერ ვიყო. ამის ერთი ცალი ვერ ვიყო. და ნეტავ გავუაზრებლად ის კი მახსოვს რომ დავდი, მაგრამ იმის მერე ხო არ გავიკეთე და რა ვიცი აბა. სადავდი. ავადაგიმალო და ფეხი ამტკივდა. ცხენივით ფეხზე ვიტეხი მთელი. ნახოთ. ჩვენი ფენი თუ სავარცხელი თუ რაც აქვია. ანუ ეს არის რაც დანარჩენი ყველაფერი უნდა გავუკეთდეს. ეს ალბათ ცხელდება და უნდა დაახვიოს ალბათ. ეს მეორეა თუ წვრილია. გოგო, ერთი მარჯვენა ხრის არის და მეორე მარცხენაზე. აჰა. ანუ ამას რო გავუკეთებ და ჩაჯდება. ანუ გავუკეთო. ოღონდ აი აქ. ანუ ესე რომ გადაატრიალებ შეიძლება მოიხსნას, ამიტომ ამას რო გააკეთებ, ეს უნდა აქეთ ამ მხარეს გააკეთო, ეს აქეთ გასაგები. აი ეს აქეთ მარჯვენა და მარცხენა მიტოელა გააკეთე და მოკიდე მოხს. ეს მივხვდი. გაფიცებთ წინაზეც ვუყურებდი ეს რა არის. ფენი ალბათ? ანუ რა ვიცი, გასაშროა. ხო? ხო, ალბათ, რა ვიცი, ამით რა უნდა გავაკეთო? ჩორტი უძველი. ნუ ეს გასაგებია. ხა ძალიან დებილი უნდა იყო, მართლა ეს რო ვერ მიხვდა, ის ცოტა დებილი ვარ, რა უშო. და ოღონდ ის არის ხა ის სველთმაზე უნდა თუ შალტე. მოდი ეს გამოვიყენოთ და ვნახოთ როგორ დაგვარცხნის. როგორ რა ვიცი, გავგვისწორებს. ძალიან სველი რომ აქ. სველზე უნდა მე გამიფუჭდება.
მოდი ჯერ დავივარცხნი და მე ვქნათ ეს. ეს მომწონს სამ. იმიტომ რომ ანუ აი ფენის ყუთი რო აქვს აღალისა მე ხევა ხოლმე და ვსკოჩო. დიდი ხანი არ მოგაწყენთ ხალხო, უბრალოდ ნახოთ რამდენად ვარგა. ეხა ის დასახვეების დროც არა მაქვს. ეხა მართლა ცოტა ხანი უნდა დავიშრო და რავი ავსკროლო. დიდი ხანი რო დგავარ ხოლმე, ეხა ფეხი მინჯიდან მაწუხებს. რა ვიცი, იმედია ჩაითრობა და რა ვთქვით ხდები. რა, უბრალოდ მოხჭები ეს რა არის? ეს უნდა ეს რა. მერა. აზია რა. მანამ არაფერი გეტკინოთ, ხა იმა რო გამისწოროს ბედია და გამისწოროს. გვეყო. საღადაბა გამიდერვე. არა დრობა ჩუქა თვითონ ეკუდებოდა სიცილი. ჩემი ფენებთან დამოკიდებულება რო იცის. მოდი ხა ეს ნახოთ. ეს ხა გაცხელდება და მე თმა დამიხვიოს ამან კაი რა. ეს ის არის ხო კაი. ვარაუდობ თმა უნდა გამშრალი მქონდა ეს. მოდი რა. შემშრალ თავზე დაგტესტა. სიმართლე რო გითხრათ. არა მაქვს ახლა იმისი იმ მდგომარეობაში არ ვარ დიდი ხანი ვიდგე ფეხზე უხად მართლა და მოდი შებულა მოდი ცოტა ხანი ეგ ჩაგზანდი. ცოტა ხანი მერე კაი არის, კაი ის რო გვექნება დრო. მერე დავიტესტოთ, ხო? დავუედი ხარ ხალუკუმა ჩადე. ეხა ვიღე მამა პაპუს ფრენს და გავიშუქინი. აი დაილოცოს. ეს ხათა შორის სეკრეტი რაღაც შუაშია და სანტა მიყი და შარშან. ოღონდ 20 დეკემბერს მომცა და მითხარ წინასწარ გიყიდეო.
დიდათაც ამითაც არ ვიშრობ ხოლმე ხო იცით. მოდი ნინოს დავურეკოთ. ოი დედა. ჩდები ოღონდ. ოკეი. ოი. ვარ გადავარდით რა. გეხვეწე. რბილზე არ ახართ. უბრალოდ რბილზე დაგაყენეთ და. ნინოსთან მინდა დავრეკო რა შვება. ისე ვუთხარი რომ მეთქი დარეკე მეთქი ხალო. რამდენმა გაიფიქრეთ ახლა რომ ეგ სავარცხელი შენ არ უნდა გქონდეს. არა გამოვიყენებ. სადმე სანამ წავალ ხოლმე გამოვიყენებ, ოღონდ სავარაუდოდ შრალზე უნდა. რა ვიცი. ნუ ნესტიანზე მაინც ხა ძალიან ლორთხზე გავიკეთე. არ უნდა მესენჯერში ესვა ტელეფონს. ნინო. თუ იქნება სახლში ნინო? შეიძლება სკოლაში გაიყვანა ბიძინა. რა შობი? როგორ ახალი? მე ისე მეკითხები გეუბნება შარშან წინამ ნახე ბოლოს. როგორ ახალი? კარგად, აბა რა შვებით? არა თამაშობ. დებოდა მაგრამ რა თამაშობე? მიეცი ბაბოს წამლები. ეს მსაჯია. ნინო წამლები მიეცი ბაბოს ჭედავს. ხოდე. ბაბოს წამლები მიეცი? იქ. ეხა 15 წუთი უნდა დალიო. ვიცი. რა არის გოგო რამხელა რაღაცა გიდევ ყბარ მოიტეხო. წამხედია. რაღაც დადიხარ, აბა დაჯექი ერთ ადგილას. შეება მაგრამ ძინავდა. ვაი, მეცე მიძოხა. სალამი თამო. დააგდე დაიძინა? აი დაიძინა ხო ჭამა და თან. სუიცინის მთელი დღეა. გამოიცალი არ გააუწე ახლა. კაი, მე სანამ დაიძინებ დამირეკე მაშინ. ხა დაბლა უნდა ჩავიდე მე. კაი. კარგად. პაპა გაართობს. ერთი სული ჰქონდა წაიყვანა ბიძინას. აუცხოდ. საწახული. თქვენ კაი ხალხო თქვენ. პირველი გადატყორცნა იყო ამ ტელეფონისა. ვაიმე რა გავქნა. აი. არაფერი. კიდე კაი სკამზე დაეცა. ესე იგი არაა სანდო რა? ანუ რატო გადავარდა? მოინათლა ტელეფონი. ტელეფონი მოინათლა. სავარაუდოდ ნინო წავიდა ერთი კვირით. მე ჯერ ვერ ხვდები რომ წავიდა. იმიტომ რომ ამ დროს ყუყნაში ვარ ხოლმე და აი მე ხა შემეტყობა საქათმების დაბინავებას რომ დავიწყებ და რაღაცას უკუთში დამყვებოდა ხოლმე და მე და ნინო ვაბინავებდით და ეხა შემეტყობა რომ არ არის აქ და დამეტყობა.
ხო, რა უნდა მეთქვა, ყავა მინდა მეთქი და ყავა ხო აღარა მაქვს და რადგან ნინო არ არის და სიხარულით მიდის ხოლმე მაღაზიაში. ეხა მაგის გარდა ყველაზე პატარა რო ის იმას ვაფრენ. ცოტას მომიტანს და დავლე. წავედი ხთა გემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე, ცოტა ხანი დავისვენებ და რა ვიცი. მე ვნახოთ. ხვალე უმუშაობ, სავარაუდოდ ხვალ დილით მოვასწრებ ვიდეოს ჩაწერას, იმიტომ რომ მგონი არ მაქვს საჭმელი გასაკეთებელი, თუ არ და შეიძლება ერთი კარტოფილი შეუწვა და ეგ იყოს და დანარჩენი რაღაცები არის. ხო და რა ვიცი, 6-ს მერე უნდა ავდგე 7 დრო დაიწყება და ვიდეოც მოვასწრებ, ისე რომ თქვენთან ერთად გავატარო დრო და კატის ამბავსაც გეტყვი. რა ვიცი, თუ არ ყურს ვადევნებ, ჩემი თვალხედვის არეალში არა უშავრა რო კრიშაზია, იმიტომ რომ აქ რო იყოს, მაინც ხოს ვერაფერს ვერ ვაკეთებ, გარდა მოფერების და ლაპარაკის. ეხა იქაც ავდივარ ხოლმე სადამდეც შემიძლია და მეჭორავები ხოლმე ფიცო, როგორ ახარ ფიცო, მოვედი ჯემოლამაზე მიყურებს ეს საწყალი თვალი. ჩემი პრინცესა. პატარა კმუტები ჭამენ საჭმელს. რა ვიცი, ასე თუ ისე ვიბრძვით გადარჩენისთვის დიდისაც ალკე და კმუტებისაც ალკე. ხა ცოტა მე ნერვიულება ის, რომ ნინო წავიდა. რომ ხა თქო უნდა ბარბარიც მიაქცეს ყურადღებაც და ივანე მგონი თბილისში მიდის ხვალე თუ არ ვცდები. მაგრამ ნინო სხვანაირად აქცევს ხოლმე, სულ დაფუფინებს ხოლმე რა და ბარბარეს დაავალებ ნინოს საქმეს და მოკლედ საჭმელი იქნება თუ რაც იქნება ბარბარე მიხედავს. მე ხვალე იქიდან მოუტან პატარა თევზებს უკვე. იმიტომ რომ აი ზუსტად მაგ ხელები იყვნენ რომ შემომიყარეს ის კატები და ნელა დავაწყებინე ჭამა. წამოვუღებ რამე გადასაყრელ თევზს, აი ეს წვრილები რო ამოდის ხოლმე სალაკაში ან მოივაში ხოლმე, მაგებს ყრით ხოლმე და არ გადავყრი და წამოვიღებ. და გამოვზოგავ, იმიტომ რომ უკვე ბაბო გაჩაერთო შვილიშვილების აღზრდაში, არა გაზრდაში და გადარჩენაში და რა ვიცი, წერაკი წერეს შენ ცხოველებს თვალი აქ აღებულიო და გეფიცები, აი ხან ფიქრობ ხოლმე მიუხედავად იმისა, რომ აი ხოზე დავყვები და აი რომ შემეძლოს ეხლა ის კატა რომ მომიკლა მანქანამ, აი რა ვიცი, ჩემს რაღაცა იმებს მივცემდი, გეფიცები ოღონდ ამას თუ ვიღაცისთვის ეს სისულელია, იმათვის არ ვლაპარაკობ. აი სურსა და გულს ვდებ ხოლმე რომ ვზრდი. მაგრამ ხან რა უნდა გამოჩნდეს ხოლმე და სადღაცას ჩამაჭიროს ხოლმე. არა რატომღაც იმედი მაქვს, რომ ჩემი გოგო ამას გადაიტანს და გამოძვრება და ძალიან მალე თავისი ლამაზი მწვანე თვალებით დამიბრუნდება. დროებით მომავალ ვიდეომდე.